მოგესალმებით. ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტით მისი ხმის ფარგლებში TV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა გვინდა დავუთმოთ ჩვენი რაიონის ეცნობილ მომღერალსა და პედაგოგს ბატონ ზაზა მენაბდიშვილს, რომლისთვისაც სიმღერა და ქართული ფოლკლორისადმი სიყვარული და გადაცემა არა მარტო პროფესიაა, არამედ მისი და მისი ოჯახის ტრადიციაა და ახლაც ასევე დიდი სიყვარულით ემსახურებიან ამ სფეროს. ბატონო ზაზა, მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. ბატონო ზაზა, გთხოვთ გვესაუბროთ თქვენი ოჯახის, თქვენი წინაპრების, თქვენი ოჯახური ტრადიციებისა და მემკვიდრეობის შესახებ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მომეცით იმის უფლება, რომ ჩვენს ოჯახზე ვილაპარაკო. მოგახსენებთ, გეტყვით, რომ ჩვენი ოჯახი მენაბდიშვილების ოჯახი ძირძველი კასპილები ვართ. როგორც ძალიან ბევრი გვარია კასპში, ასე ერთ-ერთი ჩვენც ვართ. ცხოვრობდით ადრე ზემოთ უბანს რო ეძახით. იქ იყო ჩვენი ძველი სახლი, გადმოცემით ვიცი. და შემდგომში უკვე პატარა ისტორიას მოყვები, როდის ჩამოვედით იმ ადგილზე, სადაც ახლა ძირითადად ვცხოვრობთ. ყავდა პაპა, ზაქარია მენაბდიშვილი, მე ვარ მისი მოსახლე და მოგვარე. და წინვალეთ მღეროდა. მაგრამ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ დიდი პაპა ჩემის მამა გიორგი მენაბდიშვილი ყოფილა, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა თავისი სიმღერით. გადმოცემით ვიცი ეგ მე პაპა ჩემისგან, მამა ჩემისგან, თუმცა მამა ჩემი არც მოსწრებია მას, ადრე გარდაიცვალა. ყავდა მას სამი შვილი, ბიჭი, სამი ვერუძე. ერთი იყო უფროსი ვანო მენაბდიშვილი, რომელიც დუდუგზე უკრავდა, ტორზე უკრავდა და მაშინდელი ესეთი ქორწილები და ის რო იყო, იქ უკრავდა ხოლმე. პაპა ჩემი იყო შუა თანაძმა, რომელიც ხელოდა კიდევაც ლექსებსაც წერდა, თავისი პატარა შემოქმედება ჰქონდა იმ პერიოდში, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და არტემი, რომელსაც როგორც მეც მახსოვს უკვე საკმაოდ კაი ნიჭი ჰქონდა სიმღერის. მაგრამ როგორც გადმოცემით ვიცი, გიორგი პაპა, უფროსი პაპა ყოფილა, როგორც მოგეხსენებათ, კასპის პირველი საშუალო სკოლის ადგილზე იყო ამილახვრების სახლი. შემდგომში ეს ამილახვრებმა ეს სახლი გადასცეს კასპის პირველ სკოლას. და კარგა ხანს იქ სკოლა იყო. და სანამ ეს რეაბილიტაცია მოხდებოდა ჩვენი პირველი საშუალო სკოლის, მანამდე იქ დაბლა სარდაფები ისევ ძველი სკოლის იყო, ამილახვრების სახლის იყო. ამ ამილახვრების კარის შემოქმედი ყოფილა დიდი ჩემი უფროსი პაპა, გიორგი პაპა, რომელიც ითვლებოდა კარის მომღერლად, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თავადები იყვნენ, მათ საკმაოდ ბევრი სტუმრები ყავდა, თვითონაც მიდიოდნენ და ეს კაცი თურმე თან დაყავდათ. ახლა მინდა პატარა ხაზი გავუსვა მის ვოკალურ მონაცემებს. თურმე მღეროდა კარგად უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე. მე მამა ჩემისგან ვიქცი უკვე, რომ ერთ-ერთ მოგახსენებათ მამა ჩემს თეატრალური ინსტიტუტი აქვს კომედიის განხრით დამთავრებული, მაგრამ ერთი წელი კონსერვატორიაში ისწავლა, მან კონსერვატორიაში ჩააბარა პირველ წელს. შემდეგ იმ წელიწადში, შემდეგ მეორე წელს შეიქმნა თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკომედიის ფაკულტეტი და მოხდა ორი რექტორის შორის მოლაპარაკება, კონსერვატორის რექტორი იყო ივანა ტუსკია და ქალბატონი ეთერ გუგუშვილი იყო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სთხოვა რომ რამდენიმე ბიჭი იქნებ გვაჩუქო, ანუ მოხცე, ვინაიდან ეს ახალი ფაკულტეტია და მუსიკომედიის განხრაზე ვოკალი გადიოდა ის როგორც კონსერვატორიაში და ის პედაგოგები. მაგრამ ჩემ მაშინ კაი
ქოჩიანი კაცი ყოფილა შემდგომში კი აღარ ქონდათ და ლამაზი გამხდარი კაცი იყო სპორტსმენიც იყო მამაჩემ ფეხბურთს თამაშობდა და სწორედ და გადავიდა მამაჩი ანუ ერთ წელი კონსერვატორიაში ჩააბარა და მე ეგრევე გადაიყვანეს თეატრალურ ინსტიტუტში და პირველი გამოშვება თეატრალურ ინსტიტუტსა მუსიკომედიის განხრით იყო მამაჩემის ჯგუფი და რატომ მოვაყოლე ეს ისტორია იმ წინაპრებს რომ ერთ-ერთ დღეს როდესაც მამაჩემი აქ სოფელში იმყოფებოდა კასპში მის მამას უთქვია შაქრო პაპას ვეძახდით პაპაჩეს თვითონ წადიო რაღაც ხინია უხორწილია სადღაც და ახალგაზრდა ხარო წელს მოეწყე კონსერვატორიაში და იქნება ჩვენ უკვე რაღაც საჭიროა წავიდეთ წავსულა ქორწილში და უთხოვიათ იქ აბა გავიგეთ რომ ღერი ხარ შაქროს ბიჭო და აბა როგორი მღერებ და ასე და წამოვწყვე მამაჩემს არაყიშვილის სურმული რა უნდა მემღერაო მამაჩემს განახსოვს ახლა ხალხური დამეწყო შეიძლება ვერ ამყოლიყო ვერავინო და ინსტრუმენტიც არ იყო და არაყიშვილის სურმული მღერებდა ერთი მახოცი კაცი დავიგახეო შორიდან მოდის და ჯოხის კაკუნით მოვიდა დადგაო იქნებოდა ის კაცი ალბათ 90 წელს გადაცილებული როგორც მამაჩემისგან ეს კარგი ბიჭო ისეო მამაჩემს უკითხავს გაიგე და ესო შაქროს შვილია რობერტ გიორგას შვილიშვილიაო ანუ იმას უკვე ის დიდი პაპა ახსოვდა კიო გიორგას შვილიშვილი შვილო შეხო კაი ხმა ვეყდა პატარა ხმა ირასი ხელა ხმა ქონდა რომ დაიყვირა და დრო იმღერებდა მეორე სოფელში ისმოდა მისი ხმა ეგ ისტორია ვიცით ჩვენ დაახლოებით მე გეუბნებთ 1870-1880 წლის გელაპარაკებით როდესაც ის კაცი უკვე თავადებთან ვეროდა ანუ მე დავნიშნე რომ უნიკალური მონაცემები ქონია ეს გადმოცემით ვიცით მოხუცებისგან ვინც მოესწრო ამას თორე მამაჩემი ემოსწრებია ახლა უკვე გადმოვედით ახეთ ხარეს მოგახსენეთ რომ პაპები ჩემი და მისი ძმები მღეროდნენ ლექსებს აწერდა პაპაჩემი რაღაც მაგრამ ბაიათები არსებობს ასეთი რაღაც ახლა ქალაქური სიმღერებია ბაიათებს თვითონ უწერდა ლექსებს და თვითონ მღეროდა მახსოვს და უკრავდა არასალამურზე, არამედ სტვირზე. სხვადასხვა მინდა ხაზი გავუშვა, ქართული ინსტრუმენტი სალამური არ არის, ის სტვირია ქართული. უდასტვირი გახსოვს, ხო სტვირი უფრო ქართულია ვიდა და პაპაჩემი სალამურზე არ უკრავდა, არ მინახავს მის დაკვრა, მაგრამ სტვირი ქონდა, რომელზეც უკრავდა და მელოდიებს უკრავდა საკმაოდ კარგად. ლექსებს აწერდა. ნუ ახლა გადმოვინაცვლეთ აქეთ. როდის გადმოსახლით აქ. მოგახსენეთ, რომ თელი ჩვენი გვარის ისტორიას თუ გადავხედავთ, მე ძალიან მეამაყება და ზოგს ეგ თემა არ ეამაყება და მე მეამაყება. ყველგან მიწერია მენადუშვილი გლეხები. არც აზნაურებად ვართ, არც თავადებად. ვართ ჩვეულებრივი გლეხები, რომლებიც თავის საქმიანობას აკეთებდნენ. ბებიაჩემიც მუშაობდა კოლექტივში, პაპაჩემიც მუშაობდა კოლექტივში. და ამ გლეხობასთან ერთად მღეროდნენ, ნუ ასე ვთქვათ რა. როდესაც ეხდება უკვე 1900 ალბათ 15-16-20 წლებში უფრო ადრე ვიტყუები თავად ამილახავს დაუბარებია პაპაჩემი და უთქვია რომ ასეთი კარგი სიმღერისთვის რომ მინდა საჩუქარი გაგიკეთო ეს ნამდვილად ვიცი ისტორიული ფაქტია და თავისი კუთვნილი მიწები გადასცა საჩუქრად სიმღერაში. აი ყველა ძალიან ეგ მეამაყება, რომ ახლა ცხოვრობ იმ ადგილზე, სადაც ჩემ დიდ პაპას სიმღერაში ეგ მიწები აი. ეს იყო ესე იგი ახლა სადაც არის მერიის გვერდზე კორპუსი რომ არის, მათ ცხოვრობთ ჩვენ, მაგ კორპუსის ადგილზე და მაგ ჩამწკრივებაზე მერია და მერის კორპუსა ბოლომდე სამი ძმანი ცხოვრობთ. პაპაჩემი და მისი ორი ძმა. ეგ დაბლა ჩასასვლელი არის წყაროსთან ეგ. კიბედა სარწყავი გადის, მათ ჰქონდათ სამივე ძმას საკუთარი წისქვილი. მენაბდიან წისქვილი ერქვა, ერთ დღეს ერთი ამუშავდა მე. შემდეგ ჯერ ერთი ძმა დაანგრიეს და ჩამოსახდნენ დაბლა, სადაც ახლა ცხოვრობენ იმ ადგილზე მაშინ რაიკომი აშენდა. შემდეგ მეორე ძმა და ჩვენ ჩამოგვასახლეს დაბლა ჩვენივე ნაკვეთში და აშენდა ეგ კორპუსი. სადაც ახლა მაგას რაიკომის კორპუსებს ეძახდნენ, ახლა სადაც არის ეგ შენობა, კოსტავასა და ეგ ტერიტორია. ჩვენ ჩავსახლით ჩვენივე ნაკვეთში დაბლა, მაგის ქვევით ცხოვრობთ ჩვენ და ეს გაყოლება თავის ბოლომდე გზამდე
რომ საბიძაშვილი ვართ მენადიშვილები. მე მიდაღვაშო რომ ეს შტო მენადიშვილებისა ბევრი მღერიანი ხა გივი მენადიშვილი ცნობილი პიროვნება იყო გარდაცვლილი რომელიც საესტრადო ორკესტრი ერქვა ახლა ბენდებს ეძახნა საესტრადო ორკესტრის პირველი ორკესტრის წევრი იყო მუგზაილ მენადიშვილი ახლა ძველის მოურავში ხო და ჩვენი ოჯახის ყველა წევრი ყველაფერი ვართ მე ვიდა ხაზი გავუსვა ერთამეს კიდე რომ იმ წლებში როდესაც ამა ჩემი უკვე სიმღერას ხელოდა ბავშვობიდან კასპის პირველ სკოლაში სწავლობდი პარალელურად 2 წლით ადრე სწავლობდა 2 წლით უფროსია ბატონი თენგიზალიშვილი ცნობილი მომღერალი ბატონი თენგიზალიშვილი მე თბილისში რომ გადავიდა სასწავლებლად ერთ წელიწადში მამაჩემი წაიყვანა ანუ ხდებოდა ესეთი რაღაც რომ მაშინ კონსერვატორია საკმაოდ ძლიერი იყო და მისი რექტორი გურწევანაუში იონატოსკია იყო და ასე სოფელ ქალაქ დადიოდა და ეძებდა ნიჭიერ მომღერლებს და მიყავდათ მე თბილისში ახლაც არსებობს ნიჭიერთა აწლედი ინტერნატი იყო ასეთი სადაც ღამით იქჩებოდა და სოფლები და რაიონებიდან ჩამოსულები ასე შეიქმნა დიდი სკოლა მომღერლების იმიტომ რომ თითქმის ძალიან ბევრი მომღერალი არ იყვნენ თბილისელები თუ ავიღოთ რეზოლავიძე ოფჩადან იყო ჯანსულ კახიძე და ეგეც ოფჩადან იყო სოფლები და რაიონებიდან იყო ჩამოსულები და მე იქ ცხოვრობდნენ ახლა იმ პერიოდში 40-50-იან წლებში გაჭირება იყო ხოლმის პერიოდი იყო და სადღა წაეყვანათ ეს სხვა და იქ აჭმევდნენ ასმევდნენ და იქ და მე დააფრთიანებდნენ კონსერვატორიაში ეწყობოდა ზოგი თეატრალურზე ეწყობოდა ზოგი საკომპოზიციო ზოგი მომღერალი ხდებოდა და ასე შემდეგ აი მაგ პერიოდში მოხდა მამაჩემი უკვე თბილისში როგორც აფსენი წევან კონსერვატორიაში ჩააბარა და შემდეგ გადავიდა თეატრალურ ინსტიტუტში. იმის მერე მამაჩემი წლების მანძილზე ეწეოდა ჯერმუს კომედიის თეატრის მსახიობი იყო. შემდეგ 70-იან წლების სადღაც შუალედში კასპში დაიწყო პარალელური მოღვაწეობა, კასპის პირველი საშუალო სკოლის ლოტბარი იყო, გუნდის ხელმძღვანელი იყო. ხო და ცოცხლის ბოლომდე ამ საქმეს მისდევდა. ხო და ალბათ მე ეწერა წინა გადაცემაში აღნიშნე მისი შემოქმედებითი საქმეება ანსამბლ ქართთან და თვითონაც ფერ და ასე შემდეგ. 80-იან წლებში უკვე ჩემი მხრიდან გავრცელდა ტრადიციები. ჩემი დაც წინვარეთ უკრავდა საფორტეპიანო, ჰქონდა დამთავრებული აქ 7 წლები, მე გააგრძელა მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა, მე მწვანეები დაამთავრა არ გაყვანს სფეროს. ჩემი ორივე მამი და წინვარეთ ვეროდნენ მამიდები, მამიდაშვილი, ნუკრი, გიგოლაშვილი და ახლა მოვიდა ახლა ჩემ მამიდაც მეც 80 წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში, 76 წლის მუსიკალურ სასწავლებელში, მე კონსერვატორიაში და მის მერე მოვდივართ და ყველა ჩემი შვილი წინვალეთ ალექსანდრია უმცროსი მენადიშვილი, ჩემი 12 წლის შვილიშვილი მარიამი წინვალი მონაცემები აქვს. ანუ თითქმის გაგრძელდა ეს ტრადიცია და ჩვენი ოჯახის წევრი ყველა მღერის, ყველა შემოქმედებითი მე ახლა პირდაპირ გავყევი ჩემს დიპლომში წერია ოპერის მომღერალი, კამერული მომღერალი და პედაგოგი, პროფესიონალი პედაგოგი, კონსერვატორია დამთავრებული. მე ახლა მე კიდე სამოწყაროს მივყვა ბავშვების გაზდას, საესტრადო სტუდიაც ჰქონდა თბილისში წლების განმავლობაში. 96-ში გახსენე სტუდია, ახლა სამახს თბილისში სტუდია, ძალიან ბევრი წარჩინებული მოსწავლეები მყავს გაზდელი. პარალელურად 2000 წელს მე კასპში ჩამოვედი, აქაც გავაგრძელე იგივე საქმიანობა და ახლა ვეწევი იგივე საქმიანობას და ვაგრძელებთ ჩემი ოჯახი და ჩვენ ასეთ ტრადიციულ საქმიანობას, რასაც შემოქმედებითი და ხელოვნება ქვია. ანუ ჩვენ ვართ ის ოჯახი, რომელიც დაწყებული ალბათ 2 საუკუნე ვიცი, რაც ხდებოდა ჩვენ ოჯახში. ერთ ხაზი მინდა გავუსვა თუ გაქვთ დრო კიდე. ეხლა თქმა უნდა. მაქვს ასეთი მონაცემები ხარაცოდების მუზეუმიდან აღებული 1888 წელს. 1888 წელი. პაპაჩემი წერს არის დაბადებული, მაგრამ უფროსი პაპა 10 წლით უფროსი იყო. ანუ ის 78-ში იყო დაბადებული და მამი დაყავდათ კიდე ერთი პაპაჩებს დაყავდა ერთი ისიც უფროსი იყო. ასეთი რაღაც წერია, რომ ამილახრებს ჰქონდათ საშობაო საღამო თავის სახლში
და კასპერ ახალგაზრდა ბავშვებს, გოგონებს, ბიჭუნებს მოუწყვეს საშობაო საღამო. სადაც აღნიშნულია გაზეთშიო. გვარებია ჩამოთვლილი კასპის გვარები, თქვა გზირიშვილები, ყაზარაშვილები, შავრაშვილები, თვითონ ზოგი ასაკეთებდა, ხაზგასმით წერია მენაბდიშვილებმა კიდევ ერთხელ თავისი ლამაზი სიმღერით გაამხიაროს ეს დღე. ანუ ეს ტრადიცია მოდის უკვე